დღეს არის ჩვენი შემდეგი ეპიზოდი, e-commerce review-ის შემდეგი ეპიზოდი. გთხოვთ, რომ ჩვენი არხი მოიწონოთ და გამოიწეროთ და ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ძალიან საინტერესო სტარტაპი, ეს არის ტექნოლოგიური სტარტაპი Quizly, რომელიც ძალიან მაგარ პროდუქტს ქმნის. ეს არის ძებნის ფუნქციონალი. e-commerce-ებში ყველაზე ასე ვთქვათ რა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა არის ძებნა, სადაც მომხმარებელს ონლაინ მაღაზიაში მაგალითად უჭირს პროდუქტის მოძებნა. აი სწორედ Quizly ამ პრობლემას ჭრის ორი ძალიან კარგი პროდუქტით. ეს არის ონლაინ search-ი, ანუ search-ის ფუნქციონალი და ეს არის AI chat-ი. AI search-ი და AI chat-ი. მოდით ახლა გავიგოთ დეტალები. თაზო ლეჟავა, კომპანიის დამფუძნებელი. გამარჯობა თაზო. გამარჯობა. დიდი მადლობა რომ დაგვთანხმდი გადაცემაში მონაწილეობაზე და თუ შეგიძლია რომ გითხრა, როგორ დაიწყო ზოგადად Quizly-ის იდეა რა? და რა გამოწვევებია და რა პრობლემას ჭრის Quizly ამაზეც რომ. მადლობა და პირველ რიგში მადლობა ამ ეპიზოდისთვის და მივესალმები ყველას. ჩვენ როგორც იცი, იქამდეც გქონდა სტარტაპი e-commerce მიმართულებით, რომელთაც ვცდილობდით მსგავსი პრობლემის გადაჭრას და ახალი სფერო ეს არ ყოფილა რა, ეს პრობლემა ჩვენც ახალი არ იყო. საახალწლოდ განსაკუთრებით იგრძნობა, როცა რაღაცებს ვეძებთ და გვიჭირს ხოლმე პოვნა. და ეს იდეა, კონკრეტულად Quizly-ის იდეა გაჩნდა მაშინ, როდესაც დაახლოებით 1 წლის იყო არც კი ChatGPT და შევამჩნიეთ, რომ ხალხი ძალიან კარგად იყენებდა ამას ყოველდღიურობაში და Google-ის მაგივრად უკვე გადადიოდნენ უფრო რაღაცა სხვანაირ ინფორმაციის ძიების პრაქტიკაზე. და მივხვდით, რომ ეს არ იყო მხოლოდ Google-ის და რაღაცა ზოგადი ინფორმაციის ტრენდი, არამედ ეს გადაიზრდებოდა ნებისმიერ ტიპის ძიებაში. და მომხმარების ქცევა შეიცვლებოდა და დაიწყებდნენ უფრო ადამიანურ ენაზე ტექნოლოგიასთან ურთიერთობას და მივხვდით, რომ უნდა მოგვემზადებინა ტექნოლოგია, რომელიც მზად დახვდებოდა ადამიანებს მსგავსი პრაქტიკისთვის. თაზო, ხშირად ონლაინ მაღაზიებში არ მუშაობს search და ეს ძალიან დიდი პრობლემა არის რეალურად. აი რომ მითხრა რა რითი განსხვავდება მაგალითად კლასიკური search-ი და Quizly-ის AI search-ი. ვისაც უმუშავია კლასიკურ search-ის ტექნოლოგიებთან, ძალიან კარგად იცის რა მხელა შრომას მოითხოვს ის, რომ სხვა ტიპის თაგები მივანიჭოთ პროდუქტებს და ისე გავწეროთ პროდუქტები, რომ მაქსიმალურად წინასწარ განსაზღვროთ, რომ მომხმარებელი რაღაცას რო ჩაწერს, ამოუვარდეს ეს პროდუქტი და რა თქმა უნდა, ბევრი მაინც გვაუწყლება, მომხმარებელს შეიძლება რაღაც ასოები შეეშალოს და ამიტომ უბრალოდ ვეღარ იპოვოს პროდუქტი, შეიძლება პირიქით არარელევანტურები პროდუქტები ამოყაროს, იმიტომ რომ ყველგან მცადეთ ამ თაგების დადება და ასე შემდეგ. Quizly-ის შემთხვევაში search-ი არის ისეთი, რომ არ ჭირდება მას, რადგან AI-ზე დაყრდნილი, არ ჭირდება მას, ასე ვთქვათ, ზუსტი სიტყვებით გაწერა თუ რისი პოვნა გვსურს. შინაარს ხდება მომხმარებელს რა უნდა და იმის მიხედვით უბრუნებს შესაბამის პროდუქციის სიას. ხო, ანუ ფაქტიურად გამოდის, რომ search-ს შეგვიძლია რომ ვეჩეტაოთ, ასე ვთქვათ, ძალიან ისე დეტალურად დაუწეროთ რა გვინდა და იპოვოს ის პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს უნდა. კი, რა თქმა უნდა, თავიდან ჩვენი იდეა იყო, რომ ეს უნდა ყოფილიყო რაღაც საუბრის ფორმატში, ანუ ჩათი უნდა ყოფილიყო და როდესაც დავიწყეთ ეს პროექტი, სტარტაპი, მალევე დავინახეთ, რომ თვითონ search bar-შიც კი მომხმარებლები წერდნენ განსხვავებულად ვიდრე ადრე. და სხვა სტატიები გამოქვეყნდა, როგორ ChatGPT-ის გამოსვლამ, ასე ვთქვათ, შეცვალა მომხმარებლის ქცევა და ორჯერ უფრო კომპლექსური გახდა საშუალოდ მომხმარებლები, რასაც წერენ search bar-ში. ანუ გარდა იმისა, რომ ChatGPT-ის გამო უფრო საუბარი გვინდა დღეს AI-სთან, იქაც კი სადაც არ ველოდებით AI-ისგან უკან პასუხს, იქაც სხვანაირად წერთ უკვე ადამიანები და ეს იყო ძალიან საინტერესო მიგნება და გადავწყვიტეთ, რომ ცალკეც უნდა გამოგვეყო, ასე ვთქვათ, საძიებო სისტემა და ამიტომ გვაქვს ახლა ორი. ხო, ეგ სიმართლე რომ გითხრა ძალიან საჭირო პროდუქტია, იმიტომ რომ მე პირადადაც ძალიან ბევრჯერ მქონია ეგეთ შემთხვევა, რომ რაღაცას ვეძებდი
და ვერ ვიპოვე და ამ დროს მე აღმოჩნდა რომ ამ მაღაზიას ქონდა ეს უბრალოდ რაღაც თქვათ იმათ სხვანაირად ქონდათ გაწერილი პროდუქტის აღწერაში მე სხვანაირად ვწერდი, სხვა keyword-ით ვეძებდი და ამიტომ ავწდით და შესაბამისად ვეღარ ვიყიდე ეს პროდუქტი რა. კი, ძალიან ხშირად ხდება ეს. საინტერესო სტატისტიკა Shopify-სგან, რომ მათ პლატფორმაზე რაც არის განთავსებული e-commerce მაღაზიები, ამ პლატფორმებზე მომხმარებლების 70% როგორც კი საიტზე შედის პირველ რიგში search-ში რაღაცას კრებს. და თუ იქიდან ვერ მიაგნო, მერე იწყებს უკვე რაღაც კატეგორიების და ასე შემდეგ. ანუ პირველი რასაც აკეთებს არის ეს. Amazon-ის შემთხვევაში ეს რიცხვი არის 99%-ზე ასული და ეს ყველაფერი იმ სამყაროში, როდესაც Amazon-ს თავისი სასაუბრო AI ჩატი აქვს. და ეს ხდება იმიტომ, რომ თუ search-ი კარგი არის, მომხმარებელს ურჩევნია, რომ search-ი პირდაპირ ჩაწეროს, რასაც ეძებს და პირდაპირ იპოვოს ის პროდუქტი, რისი ყიდვაც უნდა, ვიდრე აჭიროს იქ რაღაცა პროდუქციის ფილტრებს, რაღაცა ბანერებს, მე არ დაიმთხეს რაღაცა ფილტრები ისე როგორც უნდა, რაღაცა წითელს და ვარდისფერს შორის რომ არის წითელში ვარდება თუ ვარდისფერში და ასე შემდეგ. გაცილებით ამარტივებს რა. რა თქმა უნდა. თაზო როგორ მოქმედებს უკეთესი search-ი მაგალითად კონვერსიაზე რა, ანუ რამე სტატისტიკა ან უკვე ვთქვათ არსებულ კლიენტებზე რაღაც დაყრდნობით, ინფორმაციას დაყრდნობით რაღაცა ის თუ გაქვთ რა მონაცემები. კი, საკმაოდ სამაყო რიცხვები, მინდა გითხრალადო, იმიტომ რომ როდესაც თავიდან გავუშვით, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვისაც გაგვეგორო რაღაცა ჩვენ თავში გვჯეროდა თუ მართლა რეალური ეფექტი ქონდა მომხმარებლებზე და გარდა იმისა, რომ ეს რაღაცა გრძნობის დონეზე ვიცოდით, რომ უკეთესად მუშაობდა search-ი, ბიზნესს რამდენად მისცემდა დამატებით ღირებულებას. რაც აღმოაჩინეთ იყო, რომ აი მაგალითად, როდესაც მომხმარებელი რაღაც მოძებნის და შემდეგ ამ პროდუქტის გვერდზე გადავა, ამ ნაწილში კონვერსია გაორმაგდა. ეს იმას ნიშნავს, რომ იმდენად უფრო რელევანტური პასუხები ბრუნდებოდა ძიების შემდეგ, რომ საბოლოო ჯამში ორჯერ მეტი გადადიოდა დეტალური გვერდის სანახავად. 50%-ით გაიზარდა გაყიდვები ძიებიდან, შემდეგ გაყიდვამდე კონვერსია, ანუ გაიზარდა 50%-ით. ჯამში მომხმარებლების კონტექსტში 20%-ით გავზარდეთ გაყიდვები და თითოეული ტიკეტის ეს კონვერსიებზე რო ვისაუბროთ და ტიკეტის ზომაც კი გავზარდეთ თითო მომხმარებელზე დაახლოებით 30%-ით. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ადამიანები, როდესაც ონლაინ შოპინგობენ, იშვიათად არის რომ რაღაცა ერთ პროდუქტს ეძებდნენ, განსაკუთრებით მრავალ კატეგორიან მაღაზიაში, ხო, ან ბევრ რაღაცის ყიდვა გვინდა და შეიძლება კონვერსიაში ის არ გამოჩნდეს, იმიტომ რომ მომხმარებელი ასეც იყიდა და რაღაცას და ასეც. უბრალოდ ძველი search-ის შემთხვევაში შეიძლება რაღაცები ვერ ეპოვა და ჯამში უფრო ცოტა პროდუქტი ეყიდა. ჩვენი search-ით მაგას თავაზობთ ჩვენს კლიენტებს, რომ მაქსიმალურად იპოვნიან იმ პროდუქტებს, რაც მათ კატალოგში არის, თუ მომხმარებლები ეძებენ და შესაბამისად უფრო მეტ რაღაცას იყიდიან თითო checkout-ზე, ასე ვთქვათ. ხო, ანუ ბასკეთი უფრო მარტივად ივსება. კი ბატონო. AI chat-ზეც მინდა გკითხო რა, ხა ნუ AI რა თქმა უნდა დღეს ყველაზე ესეთი აქტუალური თემაა და ნუ თქვენი კომპანიაც ფაქტიურად AI-ზე დაყრდნობით ფუნქციონირებს. AI chat-ის როლი როგორი არის, ვთქვათ, ონლაინ მაღაზიების შემთხვევაში რა? საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი უჭირავს AI chat-ს, მე ვიტყოდი. თუმცა განსხვავებით საძიებო სისტემიდან ეს ბაზარი ალბათ უფრო დღევანდელი ჰაიპის გამო უფრო პოპულარულია შეიძლება და ბევრად მეტი ვენდორი არის, ვინც ზოგადად რაღაცა ჩათის ტიპის სოლუშენებს თავაზობს სხვა კომპანიებს, მათ შორის e-commerce მაღაზიებს. მე ვიტყოდი, რომ აქ ორი მთავარი სირთულე არის ზოგადად, როდესაც e-commerce-ზე ვსაუბრობ და არა უბრალოდ რაღაცა service provider კომპანიაზე, მნიშვნელოვანია საძიებო ნაწილიც და აქ ჩვენ შემოგვაქვს ჩვენი საძიებო სისტემა, რომელთაც ვამაყობთ და ამიტომ უფრო მარტივად პოულობს მომხმარებელი, იმიტომ რომ რაც არ უნდა კარგად ესაუბროს ChatGPT-ის რაღაცა AI, თვითონ პროდუქტები თუ ვერ იპოვა, აზრი არ აქვს. მეორე არის სწორად განსაზღვრა მერე სხვა აგენტების AI-ის chat-ში, რომ მიხვდეს მომხმარებელს ზუსტად რა უნდა, იქ პროდუქტს ეძებს, რაღაცა სამუშაო საათები აინტერესებს, ფილიალის მისამართი, შეიძლება დაბრუნება უნდა, სხვადასხვა ტიპის რაღაცები შეიძლება უნდოდეს, ხო?
და აქ უკვე მნიშვნელოვანია, რამდენად კარგად არის ინფრასტრუქტურა გამართული, ეს აგენტური ინფრასტრუქტურას ეძახიან და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პოპულარულია ახლა ეს სფერო და ბევრი აკეთებს რაღაცას ამ მიმართულებით, გამოცდილება მაინც მნიშვნელოვანია და საბოლოო ხარისხს განსაზღვრავს და ჩვენ მაგითაც ვამოყობთ, იმიტომ რომ 10 წელზე მეტია მე პირადად AI-ის მიმართულებით ვარ, ანუ ბევრად ადრე ვიდრე ChatGPT გამოჩნდებოდა, ანუ იმ AI-ზე ვსაუბრობ, რომელიც ბევრს დღეს გონია, რომ არც არის AI, ხო? ამიტომ ეს ორივე ნაწილი მნიშვნელოვანია ჩემი აზრით და ძალიან ეხმარება მომხმარებელს, რომ კომუნიკაციაში შემოვიდეს და რაღაც პროდუქტზე მერე კითხვები დასვას და მიიღოს ზუსტად ის ინფორმაცია, რასაც კონსულტანტი მისცემდა ფიზიკურ მაღაზიაში. რომელი ტიპის ბიზნესებისთვის არის Quizly ყველაზე საინტერესო რა? აი ორად გავყოფდი რა, საძიებო სისტემებს ვიტყოდი, რომ არის ძირითადად იმ მაღაზიებისთვის, ვისაც ბევრი პროდუქცია აქვს და მართლა პროდუქტის პოვნა არის რთული ამ მაღაზიაში, იმიტომ შეიძლება იყოს, მაგრამ როდესაც მოძებნით, ბევრი გვერდია, პირველ რამდენიმე გვერდში თუ არ ვნახეთ, რასაც ვეძებთ, გონია რომ არა აქვს მაღაზიას და ნებდებით, ასე ვთქვათ. ამიტომ პროდუქცია, სადაც რაღაცა 500-1000 და მეტი, შეიძლება მილიონებიც კი იყოს, პროდუქცია იქ ყველაზე მეტად გამოსადეგია ეს საძიებო სისტემა. Chat-ის შემთხვევაში ვიტყოდი, რომ ეს შეზღუდვა არ არსებობს. Chat-ი მაშინ არის ალბათ უფრო გამოსადეგი, როდესაც კომპლექსურ პროდუქციაზე ვსაუბრობთ. ეს შეიძლება იყოს ელექტრონიკა, სადაც ბევრი კითხვები გვაქვს, შეიძლება იყოს რომ თავის მოვლის საშუალებები, რაღაცა ასეთი კანი მაქვს, ასეთი კი, მანდაც ბევრი კითხვებია რა. ბევრი კითხვებია და აქ უკვე შეიძლება სულ რაღაც 30-40 პროდუქცია გქონდეს, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი იყოს AI Chat-ი, რომ დაგვეხმაროს გავიგოთ იმ 40-დან რომელი არის, რაც ჩვენ გვადგება. Tazo, რამდენად ადვილია Quizly-ის solution-ის ინტეგრაცია არსებულ ონლაინ მაღაზიებში და დაახლოებით რამდენ ხანში იგრძნობს ბიზნესი შედეგებს? ძირითადად სირთულე დამოკიდებულია ხოლმე კატალოგის მხარეს ინტეგრაციაზე, რაც კომპანიას გააჩნია როგორ აქვს მოწყობილი თავისი სისტემა, იმის და მიხედვით მე რყევს ახლა პლატფორმებზე როგორც არის Shopify და რაღაც იქ ერთი კლიკია უბრალოდ. სტანდარტულ ინტეგრაციებში 1-2 კვირა ჭირდება ხოლმე ამ კატალოგის, ასე ვთქვათ, დაერთებას და თვითონ საძიებო სისტემა და Chat-ი ძალიან მარტივ რაღაც 10-15 წუთის ამბავია, რომ მე დაინტეგრირდეს და რაც შეეხება ბიზნეს შედეგებს, თავიდანვე მე ვიტყოდი, რომ პირველივე დღიდანვე იგრძნობა გაუმჯობესება. Თუმცა დაახლოებით 1-2 თვის მერე კიდევ ხედავთ ზრდას გაუმჯობესებაში, იმიტომ რომ მომხმარებელი სწავლობს, რომ შეუძლია სხვანაირად და ნდობაც ეზრდება მომხმარებელს რა. და უყურებთ თავიდან რომ ეძებდა მაგალითად წითელი კაბა და სხვას არაფერს არ წერდა, ეხლა უკვე ისწავლა იმ ლოიალურმა მომხმარებელმა, რომ შეუძლია რთულადაც კი ჩაწეროს რაღაცეები და მაინც იპოვის სისტემა და ნდობა გაუჩნდა საძიებო სისტემის თუ Chat-ის მიმართ და ამიტომ რაღაცა პირველი 3-დან 6 თვემდე ამ ზრდას ვხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ პირველივე დღიდანვე ჩანს, შემდეგ თვეებშიც ეს ზრდა გრძელდება და სადღაც 6 თვის თავზე უკვე მიაღწევს ხოლმე იმ ნიშნულს და უკვე მაღალ კონვერსიაზე ჯდება. კაია. კიდე მაინტერესებს, რამდენად ადაპტირებული არის დაუშვათ თქვენი AI search-ი და AI Chat-ი, ვთქვათ, მრავალ ენოვან მომხმარებელთან რა, ასე ვთქვათ, ვიღაცა შეიძლება, ვთქვათ, პირობითად ქართულად ეძებდეს, მაგრამ ლათინური ასოებით წერდეს, ან ვთქვათ, უცხოელი იყოს შემოსული საიტზე და დაუშვათ ინგლისურად წერდეს რაღაცას, ან რა ვიცი, ფრანგულად. აი ამ ხრივ რამდენად მოქნილი არის თქვენი სისტემა? მადლობა ამ კითხვისთვის. ნუ ახლა უცხოეთში ისეთი კომპანიებიც არიან, ვისაც ვმუშაობთ, რომლებიც ბევრ სხვადასხვა, მაგალითად ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ვაჭრობენ და ძალიან სტანდარტულია იქ, რომ ბევრი ენა ჭირდებათ, მაგრამ უფრო რაღაცა საჩვენო რეალობას რომ მოვარკოთ, ხო, საქართველოში. ინგლისურად იშვიათად ეძებენ, თუმცა ლათინური ასოებით ხშირად ეძებენ, რუსულადაც ბევრი ეძებს და რუსულ სიტყვებს ხშირად ვიყენებთ, მიუხედავად იმისა, რომ ქართულად ვეძებთ რაღაცა კლუჩი და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესეთ დროსაც სწორად იმუშაოს და ჩვენ ბევრი გვაქვს ამაზე ნამუშევარი, რომ ამ შემთხვევაში ხარვეზები არ იყოს და მაინც გამართულად მუშაობდეს.
ამიტომ საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს ჩვენი სისტემისთვის რა ენაზე მოძებნის მომხმარებელი AI-ის ტექნოლოგია ამის საშუალებას გვაძლევს, რომ ეს მარტივად მოვაგვაროთ. ბოლო წლების განმავლობაში მაგალითად როგორ ხედავთ მომხმარებლის ქცევებს რა? მაგალითად მომხმარებელს ურჩევნია უფრო ვთქვათ search-ი თუ ურჩევნია chat-ი? აი როგორ ქცევები როგორ შეიცვალა ბოლო წლებში? ვიტყოდი რომ სხვადასხვა ქვეყნებში თუ რა ვიცი სხვადასხვა მარკეტებში ასე ვთქვათ განვითარების სხვადასხვა დონეზე სხვადასხვანაირად არის. საქართველოში დღეს უფრო დაბალი პროცენტულობა გვაქვს სიმართლე გითხრა search-ის და უფრო მეტად ურჩევნიათ ფილტრებში და რაღაც ბანერებით ძებნა, მაგრამ მე ვიტყოდი რომ ეს რაღაცა ქათამი და კვერცხის პრობლემა არის, იმიტომ რომ ქართულ ენაზე არასდროს არ ყოფილა კარგი search-ი, იმიტომ რომ ტრადიციული საძიებო სისტემები, რასაც ვიყენებთ უმეტესად დღეს ბაზარზე, არ არის მორგებული ესე კარგად ქართულ ენაზე და ამიტომ როდესაც არ მუშაობს კარგად search-ი, ავტომატურად მომხმარებელი ირჩევს რაღაცა სხვა გზებს. უცხოეთში პირიქით, სადაც უფრო კარგად მუშაობს, უფრო კარგად არის საძიებო სისტემა გამოყენებული. მაგრამ ამას დავამატებდი იმას, რომ ძალიან მზარდი ტრენდი არის თუ რამდენს შოპინგობს, ასე ვთქვათ, მომხმარებელი მობილურ ტელეფონში. და მობილურ ტელეფონში ძალიან რთულია, რომ კარგი გამოცდილება შევქნათ ფილტრებით და რაღაც კატეგორიებით და ბანერებით, რომ მოძებნოს ადამიანმა პროდუქტი და გაცილებით უფრო მარტივია საძიებო სისტემის გამართული, ასე ვთქვათ, მუშაობა. იმიტომ რომ პატარა ეკრანია რა, ძალიან მარტივი პასუხი აქვს ამას რა კითხვას, ხო? შესაბამისად, რაც უფრო და უფრო მობილურ კომერციაზე გადადის მომხმარებელი, უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რომ სიმარტივე კიდე უფრო მეტად შევთავაზოთ მომხმარებელს და როცა შევა მომხმარებელი რაღაცას ჩაწერს, ის იპოვოს, რასაც ეძებს და არ დაჭირდეს იქ რაღაცა ბევრი სხვადასხვა სკრინის გადმოტანა, ფილტრების გახსნა და ასე შემდეგ, რაც საბოლოო ჯამში ისე გიფუჭებს მომხმარებელს გამოცდილებას, რომ რაღაცა შეიძლება ცუდ ხასიათზე დადგე და საერთოდ აღარ გინდოდეს რაღაცა ნიუთის ყიდვა. თაზო, რამდენად არის თქვენი სისტემა მორგებული ისეთ ქცევასთან, როგორც არის მაგალითად აი ძალიან ხშირად ჩინურ ონლაინ მაღაზიებს აქვთ ფოტოთიძებნა, რომ აუტვირთავ რაღაც ფოტოს და გიძებნის ფოტოს მიხედვით რა, არაფერს აღარ უწერ. რამდენად გაქვთ თქვენ ეგ ფუნქციონალი დავუშვათ თქვენს პორტფოლიოში? საძიებო სისტემაშიც პირდაპირ გვაქვს ეს ფოტოთიძიება, ასე ვთქვათ, და საინტერესო რაც გვაქვს ასევე დამატებით არის ჩატის შემთხვევაში, როდესაც სურათს ავტვირთავთ, ბევრი რაღაცა შეგვიძლია ეგ ტექსტით შეგვიძლია მივამატოთ და მაგალითად უთხრათ, რომ აი ასეთ სკამს ვეძებ, ან შეიძლება სურათი იყოს ოთახის და უთხრათ, რომ აი ეს ოთახი მაქვს და ამ ოთახისთვის სავარძელს ვეძებ, ან კაბის სურათი ავტვირთოთ და უთხრათ, რომ ამაზე შემირჩიე ფეხსაცმელი და ამასაც კი აგვარებს ჩატის მხარეს. ძალიან მაგარია. თაზო, რას ურჩევდი ქართულ e-commerce-ებს? ქართულ e-commerce-ებს ურჩევდი დაგვიკავშირდით. მაგრამ თუ ჩვენ არ დაგვიკავშირდებით, ნამდვილად უნდა დაფიქრდეთ, ჩემი აზრით, რა მნიშვნელობა აქვს საძიებო სისტემას e-commerce-ში. ალბათ ბევრს ჩემგან არ ესწავლება, ვინც ამ ინდუსტრიაშია, რომ საძიებო სისტემა e-commerce ონლაინ მაღაზიისთვის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციონალია და თუ სადმე ხედავთ, რომ თქვენი მომხმარებელი დიდწილად არ იყენებს ამას, იმასაც დავსვამდი, შეკითხვას დავსვამდი აქ, რომ რატომ არის ეს ესე? ხომ არ არის იმიტომ, რომ ცუდად მუშაობს და ამიტომ აღარ იყენებს აქ ხალხი, თორე შეიძლება კარგად რომ მუშაობდეს, მეტი გამოეყენებინათ და მეტი უფრო დიდი და ბევრი კალათები გაგვეყიდა მაღაზიებს. ძალიან კაი და ბოლო კითხვა მაქვს. თაზო, როგორი არის ქვისლის მომავალი, მაგალითად ან გეგმები 2026 წლისთვის? თუ რა თქმა უნდა კონფიდენციალური არის? არა, ჩვენი გეგმები არის, რა თქმა უნდა, უცხოურ ბაზარზე ძალიან კონცენტრირებულები ვართ, რომ ახლა იქ გავიზარდეთ, რომ თავარი, რაღაცა ასე ვთქვათ, გრძელვადიანი 5 წლიანი გეგმები რაც გვაქვს საქართველოს ბაზარზე ვერ მივაღწევთ იმას, ბიზნესურად გულისხმობ. ასევე გვეხმარება პროდუქტის დახვეწაში, იმიტომ რომ სხვადასხვა პერსპექტივა აქვს საქართველოში, ასეთ სისტემის გავსი მოთხოვნები აქვს, იმიტომ რომ საერთო მომხმარებელზე გადიან და უცხოეთში განსხვავებულ პერსპექტივასაც გვთავაზობენ. მეორე მიმართულება, რაც ვიტყოდი, არის ჩვენ გავაკეთეთ, ასე ვთქვათ, შუალედური ინტეგრაცია დავარქვათ, ან ინფრასტრუქტურა, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ მაღაზიები, ვინც გვემუშავებიან,
მათი პროდუქცია გავხადოთ ხელმისაწვდომი ისეთ AI პლატფორმებზე, როგორც არის ChatGPT, Gemini, Perplexity და ასე შემდეგ. თვითონ ეს ბიზნესურად, ასე ვთქვათ, მომხმარებლის გამოცდილება სამწუხაროდ ჯერ მხოლოდ ამერიკაშია ხელმისაწვდომი, იმიტომ რომ თვითონ ეს პლატფორმები ზღუდავენ კომერციის ნაწილს ამერიკის ბაზარზე, მაგრამ ტექნოლოგია იგივეა, ანუ როგორც კი ასე ვთქვათ, ხელმისაწვდომი გახდება ონლაინ ვაჭრობა თვითონ ChatGPT-ში და ასე შემდეგ, ავტომატურად ჩვენ მომხმარებელს, ჩვენ კლიენტებს გაუჩნდებათ საშუალება, რომ მათი პროდუქცია აღმოჩენადი იყოს პირდაპირ და ყიდვადი იყოს პირდაპირ ChatGPT-ის გავს AI ჩატებში. ძალიან მაგარია. ძალიან დიდი მადლობა და მინდა რომ ბევრი წარმატება გისურვოთ. მადლობა ლადო, მადლობა e-commerce ასოციაცია საქართველოს და რა ვიცი, იმედია გამოგვეხმაურება ხალხი ამ ეპიზოდის ნახვის შემდეგ. დიდი სიამოვნებით. ბედნიერი ახალი წელი ყველას და მადლობა. მადლობა.